და ეს მე რო არ ვახსენო, ესე არ გამოვა. რატო არ გამოვა? არანაირად არ გამოვა. გაიმარჯვა თანამედროვე აუ რაღაც ძალიან ისე დაიწყე. რიად გამოსახული. მომერჯოს დამოუკიდება ქართველი სათხისა. გამომოდის დამოუკიდება საქართველოს. აი ამით უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ თან კაი ინტონაციით თქვი. ვიდეო ამით უნდა დამთავრდეს. გამარჯობა, დღეს დაგიბრუნდით ფილმის განხილვით და დღევანდელი ფილმი, დღევანდელი განხილვის რჩეული გახდა კინოსურათი კონკლავი, რომელსაც ძალიან დიდი იმედებს ამყარებენ, ძალიან ბევრი ნომინაციაც აიღო და ამ ნომინაციებიდან გამარჯვებას მოიპოვა. ჩავთვალეთ, რომ უნდა ჩვენი ყურადღების ღირსიც არის, ანუ მარტო Golden Globe-ის, BAFTA-s, ოსკარების არა. აი, ახლა შეუძლია თქვა, რომ აი ჩვენ მივახცეთ, რადგან დუბლერზე გამარჯვება. ახლა ფილმი შედგა. ერთი-ორი სიტყვა რაღაც მონაცემებით რო ვთქვათ. ერთი არის, რომ რეჟისორი არის ედვარდ ბერგერი. არ მახსოვდა, რომ დასავლეთის ფრონტზე სიმშვიდეა იყო ამ კაცის გადაღებული. და ოსკარებზე ერთ-ერთი ყველაზე მეტი ნომინაცია მაგან აიღო. ნომინაცია აიღო და 11 ნომინაციაც რაღაც. ძალიან ბევრი ნომინაციაც ჰქონდა და ერთ-ერთი ყველაზე მეტად რითაც გამოირჩეოდა ეს ფილმი იყო ხმოვანი რიგი, საუნდ ეფექტები ჰქონდა. კი, ტექნიკურად იყო ძალიან, ანუ როგორც სარეჟისორო ფილმი ძალიან გაიყო. ფილმოგრაფიას რო გადავხედე ამ რეჟისორის, დიდად სხვა ფილმებმა ვერ მიექცია ყურადღება, არც ჰქონდა ბევრი ფილმი მანამდე გადაღებული, მაგრამ ეს ფილმი ხა რაც ვახსენეთ, ისეთი მაგარი იყო და ახლა ეს კონკლავზეც მოლოდინი ჰქონდა ძალიან სერიოზული და მე მგონი რომ ძალიან კარგი რეჟისორი იკვეთება სამომავლოდ, კი. რაც შეეხება cast-ს. მე ეს ფილმი აღმოაჩინე ერთ-ერთი Instagram პოსტიდან. ისე მომხიბლა, რამდენიმე კადრი ედო, ძალიან ახალი გამოსული იყო და მეთქი აუცილებლად უნდა ნახო და ძალიან დამაინტერესა. ფოტოებიდან ვიცოდი, რომ ამ ფილმში მონაწილეობას იღებდა რეიფ ფაინსი, ასე თქვა. ჩვენთვის ცნობილი როგორც რალფ ფაინსი, მაგრამ სინამდვილეში როგორც რეიფ ფაინსი, უმაგრესი მსახიობი, ამ კაცის რამე ცუდად შესრულებული როლი არ ვიცი, ვინმე მიცის საერთოდ, აი გენიოსი არის ახალგაზრდობიდან. და ნუ ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მსახიობი და უნიჭიერესი კაცი სტენლი ტუჩი და იზაბელა როსელინი, რომელიც აი რაღაცას ვიტყვი, რატო არის ეს ქალი ძალიან მაგარი მსახიობი, რით დასტურდება. როცა ყავს მამა როსელინი, როცა დედა შენ ბერგმანია და შენი ქმარი ნუ რაღაც პერიოდში დეივიდ ლინჩია, მაგრამ შენ თავს მაინც იმკვიდრებ. შენ თავს იმკვიდრებ მაინც როგორც იზაბელა როსელინი. ეს უკვე ხას უსვამს იმას, რომ რამდენად ძლიერი მოვლენა ხარ ამ ხელოვნების დარგისთვის როგორც მინიმუმ. ყველაზე მთავარი კასტიდან ჩვენთვის ფილმს ყურებით დროს აღმოვაჩინე, რომ ამ კინოსურათში მონაწილეობას იღებს ერთი ისეთი მსახიობი, რომელიც ძალიან მიყვარს არა მისი წარმოშობის გამო, არამედ ზოგადად როგორც მსახიობზე ვგრძები და ძალიან მოვაფასებ. მის წარმოშობაც გვიყვარს, იმიტომ რომ ეს ადამიანი ის ქართველი და ეს ადამიანი არის მერაბ ნინიძე, რომელმაც არ გავიმეორებ იმ სახელს და გვარებს ასეთ გენიალურ მსახიობებს, ამ ტყული არ დაუგდო საერთოდ, ანუ არავიზე ნაკლებია თუ ვეღარ. რა? სახელს და გვარებს აღარ გაიმეორებ თუ ვეღარ. თავშევიკავ. უმოკლესი შესავალი იყო. ახლა შეგვიძლია გადავიდეთ ფილმის განხილვაზე უშუალოდ. რამდენიმე სიტყვით ვთქვათ, ზოგადად რა თუ შეძლებ გვანცა რამდენიმე სიტყვით თქმას რამის. ვთქვათ ზოგადად რას ვფიქრობთ ამ ფილმზე და მე რაღაცებს რაც განსაკუთრებით მოგვეწონა, ან არ მოგვეწონა, ცოტა სიღრმისეულად ჩავეძიებით. ვეცდებით ყოველ შემთხვევაში. პირველ რიგში ის თქმაც მინდა, ჩემი სიტუაცია ამ ფილმის ნახვის დროს იყო ასეთი. დაახლოებით 9 საათის ნახვა მოვახერხე და მე გავედი აქციაზე. სამშობლომ მიხმო. აქციაზე რო ვიყავი მთელი მის განმავლობაში, ფიქრობდი ფილმზე. იმიტომ რომ ეგეთი სიუჟეტი აქვს თვითონ ფილმს, რომ როცა დაიწყებ ნახვას, აი ხო არის ზოგი ფილმი რაღაცნაირად ნელამიდის, ანუ რაც არ უნდა შეიძლება ნელი კინოს ნიმუში საერთოდ არ იყოს, მაგრამ რაღაცა ან pacing არის ისეთი, რომ დიდად ვერ გითხრევს თავიდან. ამან პირველივე შეიძლება თვითონ იქიდან გამომდინარე თუ რაზეა ფილმი, მაგდან გამომდინარე შეიძლება, მაგრამ არ ვიცი, ის ვიცი რომ ანუ ჩემი გონება იყო სახლისკენ და კომპიუტერისკენ მოპატიო სამშობლო. ანუ ეს ამოჭერი დამაქნისებებენ. ასევე იმის თქმა მინდა რომ როცა აი
ვინმე გეუბნება რომ აი რამე ფილმს თუ მირჩევ თუ გეტყვიან რომ დრამატული ჟანრისო დრამისო მე ამ ფილმს ვურჩევდი მე პირადად იმიტომ რომ ეს არის ფილმი რომელიც მიუხედავად იმისა რომ დასაწყისიდანვე ძალიან ბევრს ხვდები როგორ განვითარდება მოვლენები იმიტომ რომ მაგ მხრივ რაღაც სიუჟეტურად თუნდაც თემიდან გამომდინარე ანუ ახალი არაფერი არ არის საერთოდ ანუ ყველაფერი ისე მიდის როგორც გონია რომ წავა ანუ ახალს არაფერს არ გეუბნება ფილმი უბრალოდ აქ თავარია როგორ აკეთებს ამას და როგორც აკეთებს არის იმდენად საინტერესო რომ მაინც იმდენად დაძაბული ხარ ატმოსფერო საოპერატორო ნამუშევრიდან გამომდინარე სამხატვრო ნამუშევრიდან გამომდინარე მსახიობებისგან გამომდინარე სიჩუმის ელემენტისგან გამომდინარე ხმაზე რო თქვა გვანცა მე იყო აქ სიცარიელს გაგრძნობინებდა და ასე შემდეგ ფილმი მთელი 2 საათის განმავლობაში რაღაცა როზი ხარ აი ესე ნაპირზე ხარ და რაღაცა აი ესეთი ხარ რომ იხარ რა მოხდება მიუხედავად ისი რომ ეს მოხდება მაგრამ აი როგორ მოხდება როგორ გვიჩვენებს ამას ან ძალიან მოქმედებს ყველანაირად ყოველ შემთხვევაში ჩემზე ესე იმოქმედა გესახები რაც იღაღადე ძალიან სერიოზული მოლოდინები შემიქმნა ამ ფილმმა ეხარავს თქვი რამდენიმე კადრი ვნახე მეთქი ეს იქნება ძალიან სერიოზული რაღაც შიშები ყოველთვის გაქვს ხოლმე როდესაც ამ ფილმების სამყაროში ასე რო ხარ გადაშვებული რაღაც ცოტა შიშები იმ ხრივ გაქვს რომ აი დიდი მოლოდინი რო გაქვს ფილმის მიმართ აუახლა ეს შანსი არ არის გამიცრუებს და ამ ფილმმა ისე მაგრა გამემართლა იმედები რომ აი რა ვიცი ძალიან კაი სიტყვა ახსენეთ დაძაბულობა და რა ქმნის კიდე ინტერესს რა ძალიან ესთეტიკური ფილმია ისე ძალიან მაგრა ესთეტიკური ფილმია ფერები რაღაც სასწაული ასე და მიუხედავად იმისა რომ ასეთი მომხიბლავია და ასეთი მიმზიდველი რეჟისორი მაინც ახერხებს იმას რომ დაგძაბოს შენ რო თქვი აი როგორ აკეთებს ნუ კონკლავი ეს მოვლენა რაც არსებობს და სუხდება კათოლიკურ ეკლესიაში მოლოდნელი არაფერი არ ხდება ამ მხრივ ისე მიდის როგორც არის ან კანონიკურა და ამ მხრივ მოლოდნელი და ისა აი პერსონაჟებიდან გამომდინარე აი დავშოთ ვის აირჩევენ რაღაცა ეგეთი მოლოდნელი ნაბიჯი არაფერი არ არის ხო და მაგას ანუ თორე ვიღაცას რო აირჩევენ ახლა ხო ეგ ფაქტია პერსონაჟები არის ძალიან ტიპიური ხო და მაგით ხო და გამახიზიანებლად ტიპიური ანუ გროტესკში და იმაში არ გადადის რომ აი რაღაც აი ზედაპირული და რაღაცა შემეძეთ ყველა პერსონაჟს ქონდა რაღაც რაზეც აი იმაზე მეტი გამოჩნდა ვიდრე ეკრანზე რა ანუ მაყურებელმა დაინახა ამ პერსონაჟებში იმაზე მეტი ვიდრე ეკრანზე გამოჩნდა იმიტომ რომ რაღაც სიღრმისეული პერსონაჟები იყვნენ შეიძლება რომ რაღაც აი გადაეწორდოს ეს პერსონაჟების აი ტიპიური პერსონაჟების შერჩევა პაროდიაში რაღაცნაირად ამ მსახიობმა შეიძლება შეასრულოს ეს ანუ არაფერი ეგეთი არ ყოფილა ჩემთვის ყველაფერი ძალიან ბუნებრივი და გულწრფელი იყო რა ანუ არ მომწონები რომ ჩანაფიქრშივე ეთყობოდა რომ ჩანაფიქრშივე ის იყო იმიტომ თქვა კონკლავზე ის კი არ გულისხმობა ის მაინც რიტუალი იგივე რა თქმა უნდა მაგას ვერ შეცვლა იმიტომ რომ წესი ეგრეა ტიპაჟების მიხედვით ზუსტად იგივეები არიან ანუ არაფერი არ შეცვლა რამდენი საუკუნის განმავლობაში რამდენი პაპი რამდენი კარდინალი რამდენი ეპისკოპოსი გამოიცვალა კათოლიკურმა ეკლესიამ ასე შემდეგ იმიტომ არ არის გროტესკური და იმიტომ არ გეუცნაურება იმიტომ არ გეუხეშება ან გეცინება რომ ესენი არიან რეალური პერსონაჟები, მართლა ასეთები არიან და ამიტომ არ არის მოულოდნელი არაფერი. ეს რის გამო დავიწყე ამის თქმა რა. არის ფილმები და ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ჩემზე ბევრად უფრო ტვინი ადამიანების კინოს ტვინებს გულისხმობ, რომლითაც ვეთანხმები. უფრო მარტივი არის ისეთი ფილმები, რომლებსაც უყურებ როგორც რა ხდება მასში, მაგრამ უკვე უფრო მაღალი დონე არის და high level-ი კინემატოგრაფში, როდესაც თავარი ის კი არ არის რა ხდება, არამედ ის რაც ხდება, როგორ ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში მგონია რომ აი კინო განსაკუთრებულად თუ გიყვარს და რაღაცა შეიძლება თან ისე უყურებდე რომ აი რა ხდება და რაღაც რა თქმა უნდა ადამიანთან გაინტერესებს, მაგრამ ანუ მე მგონია რომ ვისაც აი კინო განსაკუთრებით უყვარს, აი ხა ვინც ამას უყურებს, ყოველთვის უყურებს იმ თვალით რომ ოპერატორმა როგორ იმუშავა ამაზე, production ანუ შიდა სამზარეულოს რაღაცაზეც ფიქრობ რა. ზუსტად ეგ არის რომ ამას როგორ გააკეთა წინს წევს ის საკითხი რომ რა ესეთი მისტიური არ არის რა გააკეთა ანუ რა ხდება და რაღაცა ხო როგორ არის უფრო მნიშვნელოვანი და ბერგერმა
რა თქმა უნდა იმ ძალიან მაგარ ხალხთან ერთად რომელთაც ვახსენებ თვითონვე აშკარად ჩანაფიქში ქონდა რომ მისთვისაც ეგ როგორ იყო მნიშვნელოვანი და არა ანუ ყველაფერში რაც არ უნდა მაგარი ოპერატორი იყოს რაც არ უნდა მაგარი განათება იყოს მუსიკა იყოს ნუ არტ დიზაინი ყველა კოსტუმები ასე შემდეგ ყველაფერი ძალიან მაგარი ყველა დასაფასებელია ყველას ბრავო რეჟისორი არის ნომერ პირველი ადამიანი ვერავინ ვერ გადაარჩენს ცუდ რეჟისორს ვერასდროს თუ ცუდია ახლა რაც შეეხება შემდეგ ნაწილს ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას კინემატოგრაფში და ამ ფილმში განსაკუთრებით ეს არის ოპერატორი რომელიც გახსოვთ სტეფან ფონტეინი მედია სწორად ვამბობ გავგიჟდი ოღონდ ის რა არის აქ მოდი ოპერატორთან ერთად მე მგონი უნდა ვახსენოთ არტ დიზაინს ხო იმიტომ რომ რაღაც ხელშეკიდებულები ზოგადადაც ეგრე ხო არის კი რასაც მაგრამ თავი მხატვარი იყო რობერტა ფედერიკო სტეფან ფონტეინის და რობერტა ფედერიკოს ძალიან დიდი მადლობა ასეთი დუეტისთვის ბრავო დავაშა მართლა და მართლა ამით უნდა დაგვიწყო იმიტომ რომ ეხლა რა ვთქვით რეჟისორი პირველი ადამიანია რეჟისორის მერე თუ იმეს რამე ძალაუფლება აქვს კი მაგრამ რეჟისორი მაინც პირველი არა ხო და რეჟისორი არის თავის განაგებს ყველაფერს და მისი ზაქარია მხარგრძელი არის ყველა რეჟისორი თავი ხელქვეითი ყველა რეჟისორი ზაქარია მხარგრძელი არის ოპერატორი კი ყველა როგორი მხატვრობა იყო ნუ ჯერ ფერებს აქვს ძალიან მინიმალისტურია მაგრამ ისეთი სავსე არის ყველაფერი მინიმალისტური ფორმებით და ფერები ამას დამატებული რამდენიმე ფერით ისეთი რაღაც მხატვრული ის აქვს შექმნილი მაგალითისთვის რო ვთქვათ ხო მთელი ფილმი ვაუ ეგეთი კადრებია მაგრამ ორს ვიტყვი რომელზეც გავგიჟდი და გადავირი ყველაზე მეტად ერთი არის რეიფის და სტენლი ტუჩის პერსონაჟი მხოლოდ ეს ორი პერსონაჟი არის ერთ ოთახში აცვიათ შავი სამოსი ნუ წითელი იმით რასაც ქვეს აქსესუარებით წითელი კედლებია და მხოლოდ ერთი ბრა ასეთი სავსე კადრი ასეთი მინიმალისტური რა ყველა ხო აი არ ვიცი სიგიჟე და ერთი ის რომ მხატვარს ხო ბრავო და მეორე ოპერატორს ბრავო იმიტომ რომ აუ რა ვიცი მართლა გასხლებულ ნახაც გავდა აი ეგ ეპიზოდი სუმთქავდა ფოტოთ აი რო დასკრინოთ სადაც ნახავთ ამ ფოტო რო გადაუღოთ თუ კინოთეატრში ნახავთ ის ფოტოც კი რავი სუმთქეს ასე მგონია აი ძალიან მაგარი იყო და მეორე ეპიზოდი რაც აუცილებლად უნდა აღნიშნო ეს დარბაზის კადრი რომელიც კინოთეატრს გავს ფირუზის ფერი თუ ძალიან სახასიათო ისეთი ულამაზესი ფერის მასში ეს ჩამსხდარი ეს კარდინალები ეს განლაგება აი მხატვრის თვალი მანდარი და ოპერატორის მე მგონი კიდე უფრო მეტად აქ ოპერატორის ძალიან მაგრა გამოჩნდა ნუ რეჟისორი გასაგებია როგორ არიან განლაგებული ნუ რავი მე რაც მინდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით პირველ რიგში არის ის რომ როცა ასეთ ფილმს უყურებ სადაც როგორ უფრო მნიშვნელოვანია რაც განვიხილეთ უკვე ყოველთვის ვაკვირდები იმას რომ რამდენად დახვეწილად არის ეს ტექნიკური თხრობა განვითარებული. იმიტომ რომ დრამატურგიული თხრობა ასე თუ ისე აშკარაა, ამიტომ ტექნიკურმა თხრობამ რაღაც უნდა შემატოს ფილმს ისეთი, რომ შენამდე მოვიდეს რა. ასეთ მომენტებში ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე ჩემთვის ატმოსფერო, ანუ როგორ იქნება ატმოსფერო იმ იდეის გარშემო, რა იდეის გარშემოც ტრიალებს ფილმის მთავარი სათქმელი. ამ ფილმში, როგორც ვთქვით, ახლა ანუ კონკლავის დროს კარდინალები სამყაროსგან მოწყვეტილები არიან სრული იზოლაციაში და არის რაღაც ანუ ამ ვთქვა რაღაც პატარა სასახლეში არიან ჩაკეტილები და სრულიად მოწყვეტილები გარე სამყაროს. არ ვიცი როგორ გადმოვცე, მაგრამ ასე კარგად არასდროს არ მიგრძნია იზოლაცია, ანუ თითქოს მეც იქ ვიყავი ჩაკეტილი მათთან ერთად. ყოველი კადრი, განსაკუთრებით უძრავი კადრები შემთხვევაში იგრძნობა სრული სიცარიე. ძალიან საინტერესო კონტრასტია, რომ ამ კადრებში ძირითადად ხო როგორც ვთქვით, ლოურენსის პერსონაჟი მარტოა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიცარიელე იგრძნობა მათ გარშემო, თან აშკარად, იმიტომ რომ ხშირად არის ესეთი კადრი, როცა ცენტრისებულია, ცენტრში არის პერსონაჟი, ანის დეტალი, რასაც გუჩვენებს. ამისა მიუხედავად იგრძნობა ძალიან დიდი ჩახუთულობა თითქოს ფერებიდან გამომდინარე, განათებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ არის საკმაოდ კი არა ბნელი ფილმია, ფერებიც არის რაღაცნაირად ცივი და ამას განსაკუთრებით კარგად აჩენს ჩემი აზრით, აი ბოლოს როცა ფარდა თუ რაღაც იწევა ბოლოს, როცა გარე სამყაროსთან კავშირის უფლება აქვთ უკვე რა. იქამდე რო არ გქონდათ ეს ძალიან კარგად ჩანს ზუსტად ამ ოპერატორის ნამუშევარში, იმიტომ რომ ანუ ატმოსფერო, ეს დაძაბულობას რაც თავიდან ვახსენე, აი ზუსტად ეს ქმნის დაძაბულობას ძალიან მომეწონა მონტაჟი. კიდევ ერთხელ
იმიტომ რომ როცა ესეთი სახის ფილმია, რომ ტექნიკურ იმას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე შინაარს. მონტაჟს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორ გეტყვის ამ სათქმას, რაც ასე თუ ისე აშკარაა. რუსელინის პერსონაჟის რაღაც აი ისეთი კადრები, ისეთ მომენტში ჩასვამდა ამ ქალი კადრს, რომ ფიქრობდი, რომ რაღაცაშია საქმე, ანუ ამ ქალმან რაღაცა იცის, აი რაღაც ეჭვებს გიჩენს თითქოს თავიდანვე, როგორც ეს თავარი პერსონაჟი, ცენტრალური პერსონაჟი არის სულ ეჭვებში, ვისაც არ უნდა შეხედოს, ყველას მიმართ აქვს რაღაც ეჭვი და რაღაც მომენტებში შეიძლება საკუთარი თავის მიმართაც აქვს ეჭვი. კიდევ რაღაც უფრო განსაკუთრებულ მომენტებში რომის პაპის გარდაცვლილი პაპის მიმართაც, რომელსაც აღმერთებდა, როგორც ხდება ხოლმე. მაყურებელიც ესე არა, აი ზუსტად მონტაჟი არის ის ელემენტი, რასაც იყენებს რეჟისორი, რომ შენს მთელი ფილმის განმავლობაში გამყოფოს ამ ეჭვებში და რაღაც კონსპირაცია, ანუ ამ თეორიების გარშემო ისე გაგრძნობინოს თავი, თითქოს შენ ცენტრში ხარ ამ თეორიების და შენ უნდა ამოხსნა რა ხდება და როგორ ხდება. რაც რეალურად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დონის ფილმს რო იღებ მარტივია და კი აშკარად ეგრე უნდა იყოს, მაგრამ არც ეგეთი მარტივი არ არის, პირიქით, ანუ მონტაჟით ესე დახვეწილად, ბევრი სიტყვის გარეშე, ბევრი დიალოგის გარეშე, სიჩუმით, როგორც აღნიშნეთ კიდეც, მაგ მხრივ თავიდანვე ერთ-ერთი პირველი ტექნიკური დეტალი რაც იყო ამ ფილმში, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, იყო მონტაჟი. ცივ ფერებზე ჩაუნიშნეთ წითელი, რომელიც რეალურად არ არის და მით უმეტეს აი სისხლისფერი წითელი, ხო ეს კარდინალებს რასაც ვედა გარემო რაც არის, აი გარი კიდე ძალიან მაგარი, როგორ მაგრა გაკეთებული, აი ეს აი სისხლის ფერს, დუღს სისხლი რა, სიცოცხლით სავსე გადაჭედილი არის ხოლმე კადრები ზოგჯერ ასეთი წითლით და მაინც რო ახერხებს რომ ცივი იყოს. აი რავი, ბატონო სტეფან ხელები ამწევია თავიდან და ანუ რაღაც იმის გამოძახილია თქოს დასაწყისში ბეჭდის დასმის მომენტის როგორ დუხდება ის ბეჭედი და ცხედრისგანაც სისხლი წვეთავს რაღაც ეგეთი მომენტი მახსოვს რაღაც აი აბსტრაქტული ელემენტებიც აქვს თითქოს რაღაც მომენტებში რა ანუ მონტაჟით ჩასმული ისევ აი რაღაც კადრებში როდესაც იღებ ასეთ ფილმს და ხელთ გაქვს მიქელანჯელოს ყველაფერი ხო შეიძლება რაღაც ინსპირაციები ყოფილიყო არამე გადათამაშება არაფერი მსგავსი აი აბსოლუტურად ინდივიდუალური თავისი რაღაც აქვს შექმნილი. ახლა გადავდით ხმოვან რიგზე და მუსიკალურ ნაწილზე. ჩანს, არ ვიცი ჩანს. წარწერა 3:30-დან უკვე ეთყობა ხმოვან ნაწილს როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ 3:30 წამი იყო გასული ფილმის დაწყებიდან, როდესაც უკვე ნათელი იყო, რომხელა მთელი ამბები უნდა მოხდარიყო ხმაში. როგორც ვიცით, კინო არის აუდიოვიზუალური ხელოვნება. ვერ შეიქმნება ატმოსფერო, ვერ მიაღწევს იმას რეჟისორი, რის მიღწევაც უნდა, თუ ხმოვანმა რიგმა მხარი არ აუღა. და ამ ფილმში იდეალურ ტანდემშია ეს აუდიოც და ვიზუალური ტექნიკურად არის, რო ვთქვა ახლა აბსოლუტურად გამართულ, თქო, რაღაც შეურაცხყოფასავით გამოდის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა გამართულია, like obviously რა თქმა უნდა გამართულია უბრალოდ მუსიკა. ხო, ეხლა მუსიკას რომ ჯერ ძალიან ანუ ისეთი მუსიკაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაგძაბავს რა, რაღაც ეგეთია. მოусმენდი სიამოვნებით. გადმოვიწერდი და მოусმენდი რაღაცა ეგეთი საუნდტრეკია რა. ეგრე ვიყავი წინა ფილმზეც. რაღაცა 3 თუ 4 ნოტისგან გაკეთებული მუსიკაა და კი. აუ რაღაც მომენტი ახსოვს რომ გამახსენდა მე მგონი ის მომენტი იყო როცა გარდაცვლილი პაპის ოთახში რომ შევიდა, იქამდე რომ მუსიკა უწყვეტად მიდიოდა და როგორც კი ეს ბეჭედი რომ გადატეხა უცებ გაჩუმდა. ეგრე იყო, ხო? აი, მაგალითად ძალიან კაცანის ხმა იმის ფოლი არტისტსაც აპლოდისმენტი. ხო, დრამატურგიასთან დაკავშირებით რაც თქვით, იყო ის რომ სიუჟეტი არაფერი განსაკუთრებული და არაფერი რაღაც ისე არ ვითარდება, სიახლე და რაღაც ეგეთი არაფერი, მაგრამ არის რაღაც მოულოდნელობები, განსაკუთრებით კულმინაციაში არის ერთი მოულოდნელობა. არ ვიცი უნდა ვახსენოთ თუ არ უნდა ვახსენოთ. საკმაოდ დიდი სპოილერია, იმიტომ რომ ის თუ ვინ გახდა პაპი, ეგ საერთოდ არ არის სპოილერი, მაგას ყველა მიხვდება, თავიდანვე მიხვდებით დამერწმუნეთ, მაგრამ ვინც გახდა პაპი ამ ადამიანს ძალიან მნიშვნელოვანი სახასიათო ადამიანია. ნიშანი. ხო, რაღაც სახასიათო ადამიანი. And cancelled. ფილმის სათქმელი ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არის ორი მხარეს ბრძოლა კათოლიკურ და ზოგადად მგონია რომ ნებისმიერ ესეც რელიგიაში ძველი ტრადიციები, ტრადიციული წესები და ასე შემდეგ, რასაც წარმოადგენს ერთ-ერთი პერსონაჟი და უფრო ლიბერალური შეხედულებები რელიგიაში, რასაც წარმოადგენს ლოურენსი ბელინი და ნინიძის პერსონაჟი. და ჩემთვის მთავარი სათქმელი ზუსტად ეს იყო, რომ გაიმარჯვა ამ ტოლერანტობამ, ლიბერალიზმმა, გაიმარჯვა მაგ მხარემ და ეს ერთ ვიზუალურ სიმბოლოს
საბოლოოც მინდა თან კურსთან დაკავშირებით არის და ეს მე რო არ ვახსენო ესე არ გამოვა. როცა კურს სვამს წყალში. ჯერ უნდა გავიხსენოთ, რომ ამ კურსთან დაკავშირებით ახალმა პაპმა და ლოურენსმა ისაუბრეს და ესეთი რაღაც იყო, რომ კუები ხო სიბრძნის სიმბოლოები არიან, რომ თვითონ ლოურენსი ამბობს როგორც მახსოვს. და ფილმი მთავრდება იმით, რომ კურს სვამს ეს ლოურენსი გამოგცეულ კურს სვამს წყალში. აბრუნებს უკან. მე ესე გავიგე ეს ნაწილი და ეს აუცილებლად თქვა. წყალი ხო ზოგადად არის, შეიძლება რაღაც ვიღაცთვის სიკვდილის სიმბოლოც იყო და არის ფილმები, სადაც ეგრე არის გამოყენებული. მაგრამ არის ფილმები, სადაც წყალი არის პირიქით სიცოცხლის სიმბოლო და ახალი სიცოცხლის დასაწყის სიმბოლო. მაგალითად, 4 სარტყმა რო გავიხსენოთ ბოლოს, რო წყალში შედის და ეს ახალი ცხოვრების დასაწყის ნიშნავს და შემდეგ. ნუ გონია რომ რადგან ამ სიბრძნის სიმბოლოს სვამს ამ ახალი სიცოცხლის დასაწყისის სიმბოლოში, თითქოს მის ცნობიერებაში და შეიძლება ითქვას, რომ იმედი ჩაისახა, რომ კათოლიკური რელიგიის ცნობიერებაშიც შეიცვალა რაღაც და ახალი სიცოცხლის დასაწყისი ახალი ცნობიერებით. ესე ვიტყოდი მე. ახლა ჩემსაც დავამატებ პაპი, რომელიც აირჩიეს. გამოჩენის თანავე კი არა, რო ახსენებენ, როგორც კი ახსენებენ, მაშინ ხვდები, რომ მორჩა ეს არის პაპი. აქაც იგივენაირად ის კი არ არის მნიშვნელოვანი, ვინ გახდა პაპი. არამედ რატომ გახდა ეს პაპი? ნუ ეგ არის მნიშვნელოვანი, რატომ გახდა. და ამის ეს რატომს ზუსტად ფილმში ვესწრებს იმის ამ ახალი პაპის მონოლოგი, სანამ პაპი გახდებოდა. როგორ შეუცვალა ამ თავისი მონოლოგით ამ კარდინალებს, რომლებიც სრულ ქაოსში იყვნენ მოცულები. ერთი კი რაც მინდა დავამატო, რა ვიცი სპოილერივით არის, მაგრამ როდესაც ლოურენსი ეკითხება ახალ პაპს, რომელ სახელს ირჩევ, ის ირჩევს სახელს ინოკენტი, რომელიც ქართულად რო გადმოთარგმნოთ, ინოსენტ, ანუ უცოდველს ნიშნავს. რეაქცია ლოურენსის ამბობს კიდე ყველაფერს. რამდენი კანდიდატი არის, ჯერ თითქოს ერთი ხდება პაპი, მერე თითქოს მეორე, მერე თითქოს მესამე, მაგრამ ყველას აღმოაჩნდება ისეთი რაღაც, რის გამოც ის ვერ იქნება პაპი, შეუძლებელია იყოს. ანუ დაუშვებელია ყველანაირი თვალსაზრისით დაუშვებელია, არა მხოლოდ რელიგიური, მორალური თვალსაზრისითაც ანუ ადამიანის ნებისმიერი ადამიანის ათეისტის იქნება თუ სხვა რელიგიის წარმომადგენლის, ყველასთვის ანუ კანონმდებლობით, კონსტიტუციური თვალსაზრისით შეუძლებელია ასეთი ადამიანის პაპა დარჩევა. ეგ ყველა აბსოლუტურად სკანდალს გამოიწვევდა, მაგრამ პაპად ირჩევენ ისეთი ნიშნის მქონე ადამიანს, აი სკანდალი მერე უნდა ნახოთ. ლოურენსი მაინც მას აძლევს უფლებას, რომ გახდეს პაპი და ზუსტად იმის გამო, რომ მერე ის სახელს ირჩევს ინოკენტის და ლოურენსი საბოლოოდ დარწმუნებულია იმაში, რომ თუ ვინმე არის ღირსეული, არის ეს ადამიანი და ორი რაღაცის დამატება და სიუჟეტი. მხოლოდ ერთი დამატება შეგიძლიათ და ერთი ის არის, რომ სპოილერს არ გეუბნებით, აი ის დიალოგი არ მიდის ლოურენს და ამ ახალ პაპს შორის. იქამდე მე ისევე როგორც ლოურენს, მქონდა ეჭვები ამ ადამიანის მიმართ, რომ ვაიმე, უდიდეს შეცდომა ხო არ დაუშვეს და ვაიმე, ვიღაცა ისეთი აირჩიეს, ვინც ბოლო წუთამდე მქონდა იმისთვის, რომ რაღაცნაირად ამან ხო არ მოკლა პაპი. აი, რაღაც ეგ რა. აი, როგორც კი ეს დიალოგი მიმდინარეობს, როგორც კი ვიგებთ ეს მისტიური ატმოსფერო, მის გარშემო რა არის და ეს რაღაც კითხვები, რაც შიგნითვე ჩდება და არა მხოლოდ მაყურებლის გონებაში, მაშინ ვხვდები, რომ არანაირი შეცდომა არ დაუშვათ, ის მონოლოგიც, რაც ამ პერსონაჟმა თქვა, არანაირი აფერსტობა არ ყოფილა, პირიქით ზუსტად აირჩიეს ის, ვინც უნდა აირჩიას. მეც მქონდა, რომ ვაიმე ხეს ხო არა ჩალიჩებს და რაღაც, მაგრამ მე რო დაუფიქრდი, საკუთარ თავის მიმართ მქონდა, გვანსაში ნაჯამი ხო არ ხარ, იმიტომ რომ ასეთი რაღაც რო ყოფილიყო და ეს პერსონაჟი ისეთი აღმოჩენილი იყო, როგორც თავიდან მეგონა, ესე იგი ეს რეჟისორი ძალიან დეგენერატია, იმიტომ რომ ასეთი მარტივი რაღაც ხო, იმიტომ რომ ეგ იყო ზუსტად მოსალოდნელი, ანუ თუ რამე იყო. ხო, აი ეგ მაგიტომ არის ეგ plot twist-ი რეალურად, ხო, და ხო. თან ანუ იცი იყო დასაწყისიდანვე ის როსაც თამაშობს მაკალის კადრები, როგორც ვახსენე მონტაჟის დროს, ისე იყო ჩასმული. რაღაც მომენტებში გამიჩნდა შეგრძნება, რომ ესენი ხო არ არიან შეკავშირებულები, იყო მომენტები, სადაც ვფიქრობდი, რომ ესენი იყვნენ რაღაც, ანუ არ ვიცი. ძალიან ბევრ მომენტში ვიფიქრე და მე ის იყო, რომ ნუ არა. მეორე რაც მინდოდა მეთქვა და ამით დავასრულებ, იმიტომ რომ ძალიან ბელინის და ლოურენსის ურთიერთობა მინდა აღნიშნო, იმიტომ რომ ჩემი აზრით ფილმის გული იყო ამათი ურთიერთობა. ის რაც ემოციას აძლევს ამ ფილმს, იმიტომ რომ ამდენ ქაოსში, კორუფციაში, ბინძურ თამაშებში, რაც საერო ცხოვრებაში და საერო პოლიტიკაში კი არ არის, ყველამ კარგად ვიცით, რომ რელიგიაში არის ბინძური თამაშები, თუ არის ანუ მაპატიეთ, ვისაც გულზე მოგხვდებათ, მაგრამ
ყველგან ეგრეა, უბრალოდ ყველგან ეგრეა. ამიტომ მათი ეს ურთიერთობა რაშიც ჩანდა, ის მხოლოდ ის კი არ იყო, რომ კოლეგები არიან, ან რაღაც თანამოაზრეები არიან, ან თანამორწმუნეები არიან, ერთმორწმუნეები არიან. არა, უბრალოდ მართლა გულწრფელად ჩანდა მათ შორის მეგობრობა. არის ყოველი სცენა, რომელშიც ესენი ერთად იყვნენ, იყო ჩემთვის აი როგორც სიუჟეტურად შინაარსობრივად ყველაზე ისეთი სცენა, რომ აი იმით ვუყურებდი, რომ აი რანაირი ურთიერთობა აქვს და როგორც მაკაცობენ. მაგაზე ერთ რაღაცა დავამატებ, რომ ანუ ზუსტად ის რომ სულ ერთმანეთს უაძლევენ ხმას დამოსულ. არა, მე არ უნდა ვიყო. თანიგარ გულწრფელი ადამიანები რო არიან, რომ იცის თითოეულ მათგანო ის არ არის ღირსეული პაპობისთვის, მაგრამ მეორე დარწმუნებულია, რომ ის იმდენად ღირსეული, რომ სწორედ ის უნდა გახდეს პაპი. მაგრამ მათ ცოტა ისიც არიან ღირსეულობის. გარდა იმისა, რომ ჯერათ რომ ის მეორე არის ღირსეული, ორივეს შინაგანი პრობლემები აქვს. ბელინის მართლა როგორც თვითონ მე ლოურენს ერთმა შეუნება სიმამაცე არ ყოფნეს იმისთვის, რომ პაპი იყოს და ლოურენს კიდე რწმენა არ ყოფნეს იმისთვის, რომ პაპი იყოს. ანუ რწმენა შეიძლება ღმერთში კი არა, ეკლესიაში, როგორც ამ მთელი ფილმის განმავლობაში ეს თანსდევს ამ პერსონაჟს, რომ რაღაც არ ყოფნის. ხო, რაღაც არ ყოფნის. მოკლედ, ვისაც თქვენი დღიდან 2 საათი არ გენანებათ და ფილმს ყურება გიყვართ ზოგადად, აუცილებლად ნახეთ ეს ფილმი, იმიტომ რომ ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ, პირობას გაძლევთ. ხო. სამეორია იღშენ თავს. რაღაც რა დაფიქსდი. არა, მაინც გაძლევთ პირობას. ანუ უზესრული ერთ წინადადებაში რაც შემიძლია ვთქვა, შეჯამების თვალსაზრისით, ასეთი მაგარი ფილმი ყველაფრით. კაი ხანია არ მინახავს რა.